ყველას მოგესალმებით, შემოდებოდა ძმებო. მართალია გიემა თქვა, რომ დავივიწყოთო ის ამ ქვეყნიური სირთულეებიო და არეულობებიო, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ. თუმცა როგორც ანდაზაა ნათქვამი, კაცმა მალაო, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. ეგრეა რა გონი. ხო და ჩვენ ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ, არ მივაქციოთ, მაგრამ როცა გვესმის ეს ყოველდღიურად ის რაც ახდება ჩვენს ირგვლივ. ჩვენთან ახლოს თუ შორს. ასეთია ქვეყნიერება. დღეს არ გამხდარა ასეთი ხალხო ეს ქვეყნიერება. ადრეც ასე იყო. ჩვენ ვიცით ის კარგად რომ ყველაფერი მოიტანა ადამიანის ურჩობამ, როდესაც იქ ედემის ბაღში ადამიანები ეურჩნენ ღმერთს და დაიწყო ეს პრობლემები გაჩნდა, მაშინვე პრობლემები გაჩნდა და იმის შემდეგ ეს პრობლემები შეიძლება ვიღაცებმა თქვა რომ მცირდება, მაგრამ არა მცირდება. ეს პრობლემები უფრო და უფრო იზრდება. რამდენი ადამიანიც არის? იმდენი პრობლემაა. პრობლემა რაში მდგომარეობს? განა აუცილებელი ის კი არ არის, რომ ადამიანი ამრევი იყოს, ის იყოს მოჩხუბარი და შფოთისთავი. არა, პრობლემა უკვე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიც ადამიანია იმდენი საკვებია საჭირო. ადგილია საცხოვრებელი საჭირო. და ბევრი რამე. ყველას ვერ მოყვები და ეხლა მაღაზია არ უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა პრინციპში ნაწილობრივ ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ამიტომაც მე წაგიკითხავთ თქვენ ესაიას წინასწარმეტყველის წიგნიდან რამდენიმე ადგილს. ესაია გვახსოვს ჩვენ ერთ-ერთი დიდი წინასწარმეტყველია. იმ წინასწარმეტყველებს შორის, რომლებიც ძველი აღთქმის დროს ისრაელში იყვნენ. რომელმაც დაიწყო, ასე ვთქვათ, რომლის წიგნიც ყველაზე დიდია წინასწარმეტყველების წიგნებს შორის. და რომელიც როგორც გადმოცემა, არა მარტო გადმოცემა აქ დაფიქსირებულიც არის ებრაელთა წერილში, რომ შუაზე გადახერხეს. რატო გადახერხეს? იმიტომ რომ იმ დროს ისრაელში მეფობდა უკეთური მეფე მანაშე. და ეს კაცი სიმართლეს ალაპარაკობდა. მაგარი კაცი იყო, მაგარი წინასწარმეტყველები ეხლა ღმერთი კი ავალებდა ამას ელაპარაკად. როგორც იერემიასთანაც არის, რომ შევეცადე რომ გავჩუმებულიყავიო, არაფერი არ მეთქვაო. მაგრამ ის სიტყვა იმდენად მოედო ჩემს შინაგან არსებასო, რომ ისე გახურდა ჩემს შიგნით, რომ აღარ შემეძლო მოთმენა და ამიტომაც ავლაპარაკდი. ღმერთი ავალებდა ამ ადამიანებს იმას, რაც უნდა ეთქვათ და რაც აქა წერია, ანუ სიმართლეს. წავიკითხოთ აი მეხუთე თავიდან. ვაი თქვენ სახლზე სახლს რომ მიიტაცებთ და მინდორზე მინდორს რომ მიმატებთ და სხვას ადგილი აღარ რჩება, თითქოს მხოლოდ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაზე. ვაი მათ, ვინც ამავების საბელებით მიითრევენ ურჯულოებას და საურმე ჭაპნებით ცოდვას, რომელიც ამბობენ ისტრაფოს დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ, მოვიდეს და ახსრულდეს რჩევა ისრაელის წმიდა ღმერთის, აი მაშინ კი დავწმუნდებით. ვაი მათ, რომელიცავს კარგს უწოდებენ და კარგსავს, სიბნელეს სინათლე თვლიან და სინათლეს სიბნელეთ, მწარეს ტკბილად თვლიან და ტკბილს მწარედ. ვაი უსამართლო კანონების გამომცემთ და სასტიკი გადაწყვეტილებების გამომტანთ, ვინც ღარიბებს სამართალს უმრუდებენ და უფლებებს ართმევენ.
ჩემი ერის გაღატაკებულ შვილებს ქურიებს იტაცებენ, ობლებს ძარცვავენ. ვაი, მას ვისაც თავი ბრძენი გონია და გონიერი თავისი ჭკუით. აი ეს ადგილები ხალხო, აქ ხედავთ რაზეც არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის უსამართლო ადამიანებზე. ძირითადად ლაპარაკი არის ქვეყნის წინამძღოლებზე, მთავრებზე, კანონების გამომცემლებზე და ასე შემდეგ. წეგან იმიტომ ვთქვი, რომ ეს ეხლა არ დაწყებულა ხოლმე. ჩვენ გვეცნობა ეს სურათი. ხო ასეა რა, დღესაც არის ასეთი სიტუაცია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სახზე იტაცებენ, მინდორზე იმატებენ. ხო არიან ასეთები? ბევრი. რატო? თვითონ მარტო მაგათ უნდა ცხოვრება ამ ქვეყანაზე, როგორც საკაწერია. არ ეშინია ასეთ ადამიანს. არა ფიქრობს, რომ ამაზე პასუხისგება მოუწევს. დღესაც ასეა, მაშინაც ესე იყო. აი როგორ წერია, როგორ არის ნათქვამი. ამბობენ ისტრაფოს დააჩქაროს თავისი საქმე. ღმერთი ამბობენ. ისტრაფოს დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ და დავწმუნდეთ. ხანდახან გულახდილები რომ იყო, ჩვენც გვიჩნდება ასეთი სურვილები, განცდა, შეიძლება მოთხოვნას გაგვიჩნდეს ღმერთო რაღაც ელოდები. ჩაერიე დროზე და გააჩინე სამართალი. მიაგე იმას, რისი ღირსიც არის და დაეხმარე მართალს, უბრალო საწყალ კაცს, რომ გამართლდეს. ჩვენც გვიჩნდება. მაგრამ ღმერთს თავისი როგორ ვთქვა, გეგმები აქვს. ღმერთს თავისი დამოკიდებულება გააჩნია. თუმცა ეს გაფრთხილება უნივერსალურია, ხალხო, მარტო ისრაელს კი არ ეხებოდა იმ დროს. ეხება ყველას, მთელ სოფლიოში, ყველა ქვეყანაში, ყველას ეხება. იმიტომ რომ როცა მეორე მოსვლა იქნება, ღმერთმა მარტო ისრაელი ხო არ უნდა გაასამართლოს. დანარჩენები რა, დანარჩენებს არ გაასამართლებს, როგორ ვფიქრობთ? ყველას გაასამართლებს, ყველა ერები წარსდგებიან ღმერთის წინაშე და გაასამართლებს ღმერთი ყველას. რისთვის? აი ამეებისთვის, რაც აქ წერია. ჩვენ ამ დროს ასევე გვახსენდება იესოს სიტყვები მათეს 23 თავში წერია მათეს სახელებზე. ვაი თქვენ ფარისეველებო და მწიგნობრებო, თვალთმაგცნო. რატო ვაი? იმიტომ რომ ისინი ამრუდებდნენ, რაღაცებს ამრუდებდნენ. როგორც ხედავთ ჩვენ ხალხო, ადამიანის ის არის რაღაცნაირად იმ ცოდვის ჩადენის შემდეგ ედემის ბაღში ადამიანის ის არის თვისება გახდა ეს გამრუდება, გაუკუღმართება ღმერთის სამართლისა, ღმერთის სიტყვისა, ერთმანეთთან დამოკიდებულებისა. სამწუხარო რეალობა. რა შველის ამას? შველის სიმართლის ლაპარაკი, შველის ეკლესია, შველის ნაწილობრივ შველის ეკლესია. რა მაქვს ხედველობაში? ხედველობაში ისა მაქვს, რომ ვინც ეკლესიაში მოდის, ვინც ღმერთთან მიდის, ის ადამიანი ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის გამოსწორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ღმერთის სიტყვა შეუძლია, სხვას არავის და არაფერს. ეკლესიაში მოსიარული ადამიანი როგორი უნდა იყოს? ეკლესიაში მოსიარული ადამიანს უნდა კონდეს წმინდა ცხოვრება. კი ბატონო, ეს ასე უნდა იყოს. დღეს ჩვენ ზიარება უნდა მიიღოთ, რომლის მიღების დროსაც ეს აუცილებელია. გულის განწმენდა და გონების განწმენდა. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ხანდახან ეკლესიაში ხდება ხოლმე გამრუდება
ეკლესიის ისტორიას რო გადავხედოთ, ჩვენ ბევრჯერ ბევრს ვიპოვით მაგალითებს, როდესაც მავანმა და მავანმა ადამიანებმა გაამრუდეს ღმერთის სწავლება, ბიბლიური სწავლება, გარკვეული მიზნების გამო, ზოგმა გამორჩენის გამო, ზოგმა იმის გამო, რომ ეშმაკს ახვა, ასე ვთქვათ. და მოხდა ეს განხეთქილებები, ჩვენ ვიცით, რამდენი განხეთქილება არსებობს ეკლესიის ისტორიაში. და წუთის სოფელზე რაღა შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყნიერებაზე რაღა შეგვიძლია ვთქვათ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ეს. ადამიანებს შორის სიცრუე, ორპირობა, ღალატი. იმდენად საქმე ისე ცუდად მიდის ხოლმე, რომ სიმართლეს რო ეუბნები კაცს, ეჭვის თვალით გიყურებს, არ გიჯერებს. სიმართლის ლაპარაკი არაბუნებრივი გახდა დღევანდელ დღეს. აი წარმოუდგენელი რეალობა, ხალხო, წარმოუდგენელი სინამდვილეა, იმიტომ რომ სიმართლის ლაპარაკი ადამიანისთვის უჩვეულო გახდა. ჩვეულებრივი რა არის? რაღაცას რო ელაპარაკები ადამიანს, გულში დარწმუნებულია რომ ატყუებ. არც გეჩხუბება, არც არაფერი. იცის რომ ატყუებ და უნდა გადაამოწმოს. ან შენთან ურთიერთობაში უნდა ნახოს მართალ სიმართლეს ლაპარაკობ თუ იტყუებ. და კაი ხნის შემდეგ თუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობ, დარწმუნდება რომ ეს კაცი ცოტა სხვანაირი ყოფილა და არ იტყუება. აი ესეთ რეალობაში ცხოვრობთ ჩვენ და ეს სინამდვილე, ეს რეალობა რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ხალხო? კაი და კეთილისყოფელი გავლენა ხო არ არის ეს? ადამიანები იმდენად უგუნურები ვართ, რომ ჩვენ ცხოვრებას ჩვენვე ვირთულებთ აი მეების გამო. საკუთარ ცხოვრებას ადამიანები თვითონ ირთულებენ და ჯოჯოხეთს ამსგავსებენ. ამიტომაც გვაფრთხილებს ღმერთი, ამიტომაც აფრთხილებდა მაშინ ღმერთი და ამიტომაც დღესაც აფრთხილებს ღმერთი ასეთ ადამიანებს. იმიტომ რომ ზოგი სახსახზე იტაცებს, ადგილები უნდა ბევრი, ნაცნობი ის არის. ზოგიერთები კარგს უწოდებენავს და პირიქით,ავს კარგს უწოდებენ სიბნელეს სინათლე თვიან და სინათლეს სიბნელე, წარეს ტკბილად და პირიქით. არის კიდე ერთი კატეგორია, ვისაც თავი ბრძენი გონია და გონიერი თავისი ჭკუით. ეს რაღა ხალხია, შეიძლება კითხვა გაგვიჩნდეს. ჩემი აზრით ეს ის ხალხია, რომელიც ასე ლაპარაკობენ, დაახლოებით ასე ლაპარაკობენ, რომ ბიბლიაში ბევრია შეცდომები, ამიტომაც არ შეიძლება რომ აღიაროთ ბიბლია ავტორიტეტად, ჩვენ კრიტიკული თვალით უნდა შევხედოთ ბიბლიას და ისე უნდა მოვიქცეთ და ისე უნდა ვილაპარაკოთ, როგორც გონიერება გვეუბნება და გველაპარაკება. აი ამ ადამიანებზია ვაი მათ, ვისაც თავი გონიერი გონია თავისი ჭკუით. იმიტომ რომ გონიერება და სიბრძნე ღმერთისგან მოდის, იაკობის წერილში ხო წერია, რომ ყოველი სიბრძნე საკეთილ-კეთილის ყოფილი ზეგარდ მოდის, ზეციდან მოდის, ღმერთიდან მოდის. ასეთი ადამიანები, რომლებსაც თავისი თავი ბრძენი და გონიერი გონიათ, ატარებენ ექსპერიმენტებს. ეს ექსპერიმენტები არის ისეთი ჩვენ ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში არა, აი რუსეთის ისტორიაში მოხდა 100 წლის წინ. როცა გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ღმერთს კი არ უნდა უსმინოთ ჩვენ უნდა უსმინოთ გონიერებას, საკუთარ ჭკას უსმენდნენ ისინი და მოაწყეს გადატრიალება, რომ მოხდა იმასა გულისხმობ ჩვენ. აი ჩვენ რო ახალგაზრდები ვიყავით, რომლებიც ახლა ჩემი ასაკისა ხართ, დიდი ოქტომბრის
სოციალისტური რევოლუციას რო ამბობენ. ჯერ ხომ მაშინ ბღვარეს ბლომა ცისხლი. და მერე რო წლები გადიოდა, კი არ შეჩერდნენ და იდე გააგზელეს სისხლის ღრა. უამრავი ადამიანი შეიწირეს ხალხო. უამრავი ადამიანის, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. იმდენად გაუგუნურდნენ, რომ ხალხი შიმშილით დახოცეს, თავისი სახელმწიფოს ხალხი თავისი მოქალაქეების შიმშილით დახოცეს. მილიონობით. უკრაინაში ეს ცნობილია გოლოდა მორის სახელით. თუ გაგიგიათ ეს ტერმინი. კონდათ ხალხს ხორბალი. მაგრამ ეს ჩეკისტები დაეცემოდნენ ხოლმე და ყველას ართმევდნენ, ვისაც ხორბალი ქონდა. დაარჩინეს, შივრები დაარჩინეს, ხალხი ამოწყდა, გეუბნები, მილიონობით ხალხი ამოწყდა. მარტო უკრაინაში კი არა, სამხრეთ რუსეთში, სადაც ხორბალი მოდის ძირითადად. რატო? იმიტომ რომ თურმე საჭირო იყო სახელმწიფოს აშენება. და ის ხორბალი სჭირდებოდათ, რომ უცხოეთში გაეტანათ, გაეყიდათ და მერე იმით რაღაცა ეყიდათ და სახელმწიფო აეშენებინათ. სახელმწიფო ხალხის სისხლზე და ძვლებზე კი არ უნდა აშენდეს. სახელმწიფო რაზე ფუძლდება, რას ამბობს სოლომონი? როგორ აფუძლდება ტახტი, რაზე ფუძლდება ტახტი? სამართალზე და სიმართლეზე. სამართალი არის კანონები. სიმართლე კიდე სამართლიანობაა. ამაზე ფუძლდება, ხალხის იმაზე კი არა ფუძლდება. უდანაშაულო, მით უმეტეს უდანაშაულო ადამიანების იმაზე, სიცოცხლეზე. აი ეს ხალხი იყო, რომელსაც თავი ბრძენი ეგონა საკუთარი ჭკუით. და ხო არა გონიათ, რომ ის შედეგები, მაშინდელი შედეგები გაქრა. ჯერ არ გამქრალა ხალხო. ჯერ არ გამქრალა, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც იცახიან, რომ აი რა კაი დრო იყო მაშინ. რა შეიძლება ვთქვათ ასეთ ადამიანზე? ტვინი აქვს გამრუდებული. რბილად ვამბობ. კარგი რო ყოფილიყო, არ დაინგრეოდა 70 წელში. ჩვენ ვიცით, რომ 70 წლის შემდეგ ჩამოიქცა ის სახელმწიფო, რომელიც იმათ ააშენეს, თავისთავად ჭკანი და გონიერი რო იგონა. მარტო აქან მომხდარა ასეთი რამე, სხვაგანაც მომხდარა. ჩვენ ვერ გავიხსენებთ ყველაფერს და არ გავიხსენებთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ქვეყანა საქართველოსაც მიმოვავლოთ თვალი და ვნახავთ, რომ ეს რაც წავიკითხეთ, ბევრს ეხება და ბევრი ნაცნობი რამ არის. სახსახზე რო იმატებენ და მინდორზე რო იტაცებენ. გონიათ, რომ შერჩებათ. არა, არავის არ შერჩება უსამართლობა, სამართლის გამრუდება, არავის არ შერჩება ხალხო. რატო? იმიტომ რომ სამართალი ღმერთისაა. ღმერთისაა სამართალი. განა იმიტომ გააკეთებს ღმერთი ამას, რომ მას სასტიკია და უნდა მკაცრად დასაჯოს ვიღაცეები. არა. იმიტომ რომ სამართლიანია და უნდა გააკეთოს ეს. თვალს არ დახუჭავს უსამართლობაზე ღმერთი. და გამრუდებაზე თვალს არ დახუჭავს. ამიტომაც მით უმეტეს ჩვენ ხალხო მოწოდებულნი ვართ იმისათვის, რომ თუმცა კიდე რაღაც ვიტყვი, ვისაც თავი ჭკვიანი გონია და გონიერი თავისაზე. არიან ესეთი ეგრეთ წოდებული ხალხი ლიბერალური აზროვნების მიმდევრები, რომლებსაც თავი ჭკვიანი და გძენი გონიათ. რომლებიც ამბობენ, რომ კი რა, ამტკიცებენ, რომ ღმერთის ხო წერია ბიბლიაში, რომ ღმერთის სიყვარულია. წერია კი ბატონო. სადაც წერია? იოანეს პირველ წერილში. რას ანიშნავს ესა?
ღმერთის სიყვარულია რას ანიშნავს ეს? კითხულობენ ისინი თქვათ კითხვასაც სვამენ. შენ ეტყვი რომ ეხლა თუ შენ უნდა უპასუხო, ეტყვი რომ იმას ანიშნავს რომ ღმერთს უყვარს ადამიანები. მართლაც ასეა, ღმერთს უყვარს ადამიანები. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავუსვავ ხას ეს უნდა აღვნიშნოთ დღეს, უნდა გავიხსენოთ ჩვენი უფლის სიყვარული ცოდვილების მიმართ. მაგრამ ნიშნავს ეს იმას თუ არა? ნიშნავს ეს ფრაზა ასეთი მხოლოდ ერთხრივი განმარტება აქვს ამას, რომ ღმერთი სიყვარულია. კიდევ ვინ არის ღმერთი? სამართლიანი მსაჯულია ღმერთი. გაქვს რა ღმერთის ეს თვისება? იმათ რო კითხო, გაქვს რა, იმიტომ რომ სიყვარული ხო ყველაფერს აჯობია. ესე მსჯელობენ. თავისი თავი ბრძენი და ჭკვიანი გონია თავისი ჭკუით. ესე მსჯელობენ. რა გამოიწვია ამან? იმათმა მსჯელობა. გამოიწვია აღრევა და დომხალი და რა ვიცი, აჯაფსანდალი და უბედურება. მხედველობაში მაქვს ის ხალხი, რომლებიც თავარია სიყვარულს იძახიან და თუმცა ახალი არ არის ეს რომაელთა წერილში, ადრეც იყო სოდომში და გომორშიც იყო ეს, გომორაშიც იყო ეს. და ეხლა ისევ ამოყვეს თავი, წამოყვეს თავი, გამოჩდნენ. გესმით არა მხედველობაში ხვდებით ვინც ამყავს მხედველობაში. ღმერთი სიყვარულია, ჩვენ ერთმანეთი გიყვარს, რა შავდება? კი ბატონო, ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ღმერთი მსაჯულიც არის. მსაჯულიც არის, რომელმაც ამ წიგში მოგცა კანონები, კაფეოდ ჩამოაყალიბა მცნებები და გეუბნება, რომ ვისაც მე უყვარ ვარ, ჩემი მცნებები დაიცვას. ქრისტემ რამდენჯერმე ხაზგასმითად თქვა ესა. ამით დაამტკიცებთ, რომ მე გიყვარ ვართ, თუ ჩემ მცნებებს დაიცავთ. იმით კი არა, რომ მე ღმერთი მიყვარს, მე ქრისტე მიყვარს და გულზე ხელი იპარტყუნოს ვიღაცა. ამით არ ამტკიცდება ღმერთის სიყვარული. ღმერთის სიყვარული მტკიცდება, რომ მცნებებს იცავ. რომ უსმენ ღმერთის სიტყვას, რომ გიყვარს ადამიანები. ვისაც ვინც იძახის ღმერთი მიყვარსო და თავის ძმას პირს არიდებს და თვალს არიდებსო. იოანე როწერს. რანაირად უყვარს იმას ღმერთი? ცხადია, იმას ღმერთი არ უყვარს, იმას თავის თავი უყვარს. ღმერთმა ჩვენ გავიხსენოთ, რომ ღმერთმა უთხრა ადამიანს და ევასაც, რომ ნუ შეეხებით ამ ხეს, უпростоეთ, ნუ შეჭამთ ამ ხის ნაყოფს, თორემ სიკვდილით მოკვდებით. მოვიდა ის გველი, ეშმაკი და სატანა და ევას ჩაშჩურჩულა ყურში. საუბარი გაუბა, ევამაც საუბარი გაუბა. როგორც აჩანს, ადამიანს ცოტა სხვაგან იყო. მოშორებით იყო. და საუბარი გაუბა, ევამს შეცდომა დაუშვა. საუბარი გაუბა უცხო არსებას. ისიც იმიტომ მივიდა ევასთან, რომ იცოდა, რომ საუბარს გაუბავდა ალბათ. თუ რა ვიცი. პავლეს ადანაშაულებენ, რომ ქალები ქალთმოძულიაო პავლეო. თქვენ დაეთანხმებით თუ არა დებო პავლეს, რომ ქალთმოძულიაო. პავლე წერს ასეთ სიტყვებს, რომ ადამი კი არ შემცდარაო, დედაკაცი შეცდა და ცოდა ჩაიდინაო. ტიმოთეს წერილში წერია. ხო ასე იყო. ასე იყო. ეხლა მე არ ვამართლებ ადამიანს და იმას არ ვიძახი, რომ კაცები კარგები არიან და მაგრები არიან. არა.
მე იმას ვიძახი, რომ ღმერთის სიტყვის დაცვა, ღმერთის ცნებების შესრულება აუცილებელია. აუცილებელია ადამიანი ღრმად იყოს ჩახედული აქ რაცა წერია, კარგად ერკვეოდეს თავის წმენაში. მარტო გრძნობებით არ უნდა სწამდეს ღმერთი. არა, გონებით უნდა გაიაზროს მთელი სწავლება, რასაც ბიბლიური სწავლება ქვია. თუ ასე გაიაზრებთ, ასეთი დამოკიდებულება ექნება, მაგარი იქნება მისი რწმენა. ადვილად არ შეირყევა. თუ არა და ადვილად ირყევა ადამიანის რწმენა ხალხო. ადვილად. თუ ევამაც უპასუხა იმას, რომ ეგრე თქვა, რომ ეს არ შეეხოდა, არ შეჭამოთ. თორე მოგდებითო. იმანოთ რომ არ მოგდებითო. წავიდა. ამის შემდეგ რა მოხდა? ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ ევამ დაიწყო, ფიქრი დაიწყო, რომ შეხედა იმ ხეს, დაათვალიერა. მანამდე არ ათვალიერებდა. ამის შემდეგ დაიწყო თვალიერება. ნუ როგორც იყო, ისე იყო. ღმერთმა მაშინვე არ შეწყვიტა. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ღმერთმა მაშინვე არ შეწყვიტა. არ ჩათვალა, რომ ადამიანის შექმნა ცდარი ექსპერიმენტი იყო, ასე ვთქვათ. ღმერთმა იცის, რასაც ვლაპარაკობ. თქვენც გაიგეთ და გამიგეთ. ღმერთმა როცა ეს ხო იცოდა, რომ ესე მოხდებოდა, მაგრამ წინასწარ ღმერთმა იცოდა, რომ ადამიანის შექმნა მისი მხრიდან არ იქნებოდა წარუმატებელი ექსპერიმენტი, ასე ვთქვათ. თუმცა ექსპერიმენტი ის სიტყვა არ არის, რომელიც უკეთესი სიტყვა შეიძლება მოიძებნოს. და გააგრძელა ეს ყველაფერი. და ეს ყველაფრის გაგრძელება რა ფასად დაუჯდა ღმერთს? საკუთარი სისხლის დაღრის ფასად დაუჯდა. როდესაც ჯვარზე ავიდა, ჩვენი ცოდების გამოსასყიდად. ესე იგი, მოაგვარა ღმერთმა, გზა მოგცა ღმერთმა გეზი მოგცა იმისაკენ, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვიაროთ, სწორ გზაზე დავდგეთ, ადამიანი დადგეს სწორ გზაზე, მარტო ჩვენს არა გულისხმობ, საერთოდ ადამიანს გულისხმობ. მისცა ღმერთმა მაგალითი და გზა, აჩვენა გზა, რომელ გზაზე სიარულიც მას გადაარჩენს და ღმერთთან მიიყვანს. არ მიუტოვებია ადამიანი. არ მიუტოვებია. ამაში ჩნდება, ამაში გამოიხატება ღმერთის სიყვარული. მაგრამ ერთი სამართლიანიც რო არის, რაღაცებს უშვებს ჩვენ ცხოვრებაში, რომ ვისწავლოთ. განსაცდელი იქნება ესა. როგორც იაკობი წერს, ყოველგვარ სიხარულად ჩათვალეთ ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. ცოტა უცნაური სიტყვებია. რატომ უნდა ჩავთვალოთ სიხარულად ისა, რომ რაღაც განსაცდელში ჩავარდეთ. გულით ვერ ჩავთვლით ამას განსაცდელისა სიხარულად, მაგრამ გონები თუ გავიაზრებთ ამას, მივხვდებით, რასაც გულისხმობს იაკობი. გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გამოვიცდებით, გამოვიწურთნებით, გამაგრდებით და გამტკიცდებით. და ღმერთის დაწყებული საქმე გამართლებული იქნება. ღმერთმა რო შექმნა ადამიანი, ჩათვალა, რომ ღირდა ადამიანის შექმნა. და ასეც არის. ამიტომაც ხალხო, ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ჩვენი ყოფა და ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ეკლესიაში სიარული უნდა გამოხატავდეს იმას, რომ ჩვენ მორწმუნეები ვართ. ეს რეალური სიტყვები უნდა იყოს, არა მხოლოდ სიტყვებისთვის. ჩვენ წმინდა ცხოვრება უნდა გქონდეს შეძლების დაგვარად. ნუ სამწუხაროდ ვცოდავთ ხშირად, უნდა მოვინანიოთ. ცხადია. და რასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს გზა და არსებობს მიზანი, რომლისკენაც მივდივართ ჩვენ და რომელ გზაზეც უნდა ვიაროთ. ყველას
მოგიწოდებთ რომ მტკიცენი ვიყოთ ამ გზაზე ჩემ თავსაც ვემოვნები და საერთოდ ყველას ეკლესიის წევრს მთელ სოფლიოში ჩვენ საძმოში და ყველას რომ ამ გზაზე მტკიცეთ ვიაროთ რომ ჩვენი სვლა არ გამრუდეს და თუ რაღაცას გადაუხვევთ არა მოусმინოთ ძმას ძმის შეგონებას ძმის მხილებას თუ დაიქნება არ აქვს მნიშვნელობა და ჩვენი გზა გავასწოროთ უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს ამინ